Თვის ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შესაძლო შეჩერების საკითხი კვლავ პოლიტიკურ დღის წესრიგში ერთ-ერთ მთავარ თემად რჩება. სწორედ ამ წუთებში ევროკავშირსა და საქართველოს შორის სავიზო დიალოგის ფარგლებში მიმდინარეობს შეხვედრა, რომელზეც ვიზა ლიბერალიზაციის საკითხსა და ასევე ბრიუსელის საომავლო მიდგომებს განიხილავენ. ოპოზიციის წარმომადგენლები ვარაუდობენ, რომ თუკი ქვეყნის პოლიტიკური კურსი არ შეიცვლება, ევროკავშირმა უვიზო რეჟიმის შეჩერების გადაწყვეტილება შესაძლოა მიმდინარე წლის ბოლოს ან მომავალი წლის დასაწყისში მიიღოს. მათივე შეფასებით ხელისუფლების მოქმედებები ევროპული ინტეგრაციის პროცესს სულ უფრო მეტად აშორებს. განსხვავებული პოზიცია აქვთ მმართველ პარტიაში. ქართულ ოცნებაში მიიჩნევენ, რომ უვიზო მიმოსვლის შეჩერებისთვის საფუძველი არ არსებობს და ევროკავშირის მოთხოვნების ნაწილი ქვეყნის ინტერესების შეუსაბამოა. რა მოლოდინია დღევანდელი შეხვედრის მიმართ და რა გზავნილები ისმის ბრიუსელიდან? თემაზე მაგდა ბლუაშვილი მუშაობს და საკითხის დეტალებით ის ახლა პირდაპირ ეთერში შემოგვიერთდება. მაგდა მოგესალმები და გისმენთ. სავარაუდოდ ამ წუთებშიც მიმდინარეობს შეხვედრა ბრიუსელში ევროკომისიასა და საქართველოს დელეგაციას შორის. ყოველ შემთხვევაში ეს შეხვედრა საათნახევარია მიმდინარეობს, თუმცა ჯერჯერობით ოფიციალური ინფორმაცია არ გავრცელებულა შეხვედრის დასრულებასთან დაკავშირებით. თუმცა მანამდე ჩვენ მთელი დღის განმავლობაში ბუნებრივია პოლიტიკური შეფასებები გვესმოდა ამ საკითხზე, თუმცა შეხვედრის დაწყებამდე ჩვენ მოვისმინეთ მარკუს ლამერტის გზავნილი ევროკომისიის პრეს-სპიკერი მხრიდან გაკეთდა ამ შეხვედრასთან დაკავშირებით კვლავაც გზავნილებით, თუმცა მხოლოდ მას არ გაუჟღერებია ეს გზავნილები. დღეს განცხადება გაავრცელა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამაც. ორივე შემთხვევაში განიმარტა, რას ემსახურება ეს შეხვედრა და როგორც გავიგეთ, ამ შემთხვევაში შეხვედრაზე მათ შორის განხილული იქნება ის საკითხი, რომ ჯერ კიდევ 2026 წლის მარტში დიპლომატიური პასპორტის მქონე პირებს ჩამოერთვათ სწორედ უვიზო მიმოსვლა ევროკავშირის წევრ ქვეყნებში. სწორედ ეს საკითხი იქნება, როგორც გავიგეთ, განხილული შეხვედრაზე და ამ საკითხის მოგვარების, ასე რომ თქვა, რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას იმისთვის, რომ ეს საკითხი მოგვარდეს. თუმცა აქვე უნდა ვუთხრათ მაყურებელს ისიც, რომ მაგალითად ევროკომისიის პრეს-სპიკერმა დღეს შეახსენა, შეიძლება ასე ითქვას, ქართულ ოცნებას სწორედ ის ნაბიჯები, რაც მმართველი გუნდის მხრიდან გადაიდგა ბოლო პერიოდის განმავლობაში და სწორედ ამ ნაწილში მარკუს ლამერტი ქართულ ოცნებას ეუბნება, შეიძლება ასე ითქვას, რომ სწორედ მმართველი გუნდის მხრიდან გადადგმულმა ნაბიჯებმა გამოიწვია ის, რომ ევროკომისიამ ჯერ კიდევ 2026 წლის მარტში მიიღო დიპლომატიური პასპორტის მქონე პირებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების გადაწყვეტილება. ევროკომისიის წარმომადგენლები საქართველოს დელეგაციას ვიზებთან დაკავშირებული სიღრმისეული დიალოგის გასამართად შეხვდებიან. ეს ევროკავშირის სავიზო რეგულაციით დადგენილ სტანდარტულ პროცესს წარმოადგენს, რომელიც ვიზის შეჩერების მექანიზმის გააქტიურების შემთხვევაში იწყებს მოქმედებას. ეს პროცესი მოჰყვა 2026 წლის მარტში მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც საქართველოს დიპლომატიური, სამსახურეობრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებისთვის სავიზო მიმოსვლა საწყის ეტაპზე შეჩერებული იქნა 12 თვის განმავლობაში წევრი სახელმწიფოების თანხმობის შემდეგ. შეხვედრის მიზანია იმ გარემოებების მოგვარება, რომლებმაც აღნიშნული შეჩერება გამოიწვია. შეგახსენებთ, რომ ვიზის შეჩერების მექანიზმის ამოქმედების საფუძველს საქართველოს მიერ უვიზო რეჟიმის ფარგლებში დემოკრატიისა და ფუნდამენტური უფლებების ძირითად სფეროებში აღებული ვალდებულებების დარღვევა წარმოადგენდა. ეს სავიზო რეგულაციის მექანიზმით გათვალისწინებული სტანდარტული პროცესია, რომელიც ვიზების შეჩერების მექანიზმის ამოქმედების შემდეგ იწყება. ეს მოჰყვება 2026 წლის მარტში მიღებულ გადაწყვეტილებას, რომელიც 12 თვის ვადით დიპლომატიური, სამსახურეობრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელი საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერებას ითვალისწინებს. შეხვედრის მიზანია იმ გარემოებების გამოსწორება, რამაც შეჩერება გამოიწვია. სწორედ ამის შესახებ იქნება საუბარი. ასევე შეხსენებისთვის იმ გარემოებებს აღვნიშნავ, რამაც შეჩერება გამოიწვია. კერძოდ საქართველოს მიერ უვიზო რეჟიმის ფარგლებში აღებული ვალდებულებების დარღვევა დემოკრატიისა და ფუნდამენტური უფლებების ძირითად სფეროებში. ბრიუსელში გამართული შეხვედრა, რომ ტექნიკური ხასიათისა, ეს უკვე საზოგადოებისთვის რამდენიმე დღეა ცნობილია. ტექნიკური ხასიათის შეხვედრა ნიშნავს იმას, რომ ოფიციალური გადაწყვეტილებები დღეს არ იქნება მიღებული, თუმცა შეიძლება ამ შეხვედრამ გავლენა იქონიოს უკვე რამდენიმე თვეში იმ ანგარიშზე, რომელიც უნდა გამოაქვეყნოს ევროკომისიამ, მათ შორის ჩვენი ქვეყნის მისამართით. როგორც უკვე გითხარით, მთელი დღის განმავლობაში აქტიურად აფასებდნენ ამ შეხვედრას და ზოგადად ვიზა ლიბერალიზაციასთან
დაკავშირებულ მოვლენებს. ქართველი როგორც ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, ასევე მმართველი გუნდის წარმომადგენლები ბუნებრივია დავიწყებს საუბარს სახელმწიფო გუნდის ლიდერებით. ამ შემთხვევაში ბოლო რამდენიმე დღეა მმართველი გუნდის წევრები საუბრობენ სწორედ შანტაჟის მექანიზმზე, აცხადებენ იმას, რომ ზოგიერთი ევროპელი პოლიტიკოსის მხრიდან მათ შორის ეს საკითხი არის გამოყენებული სწორედ შანტაჟის მექანიზმად და როგორც ქართულ ოცნებაში აცხადებენ, ის გზავნილების პირობები, რომელიც ევროკავშირის მხრიდან არის ქართული ოცნების მისამართით დაწესებული, მათთვის უბრალოდ მიუღებელია, მათ შორის იმ ნაწილში, რომ ევროკავშირი, როგორც ქართული ოცნების წევრები აცხადებენ, მმართველ გუნდს სთხოვდა რუსეთისთვის სანქციების დაწესებას და როგორც გვესმის ჩვენ განცხადებებიდან გამომდინარე, ქართული ოცნება ფაქტია ამ პირობების შესრულებას არ აპირებს. სწორედ ამ ნაწილში მოვისმინეთ განცხადებები ქართული ოცნების წევრების მხრიდან და ისინი აცხადებენ, რომ ვიზა ლიბერალიზაციის საკითხს საერთოდ ფასი ეკარგება, როდესაც თუ კი ქვეყანა განადგურდება, ამ საკითხს საერთოდ ფასი დაეკარგება და ამ ნაწილში უნდა აღინიშნოს აუცილებლად, რომ საკმაოდ საინტერესო კომენტარი მოვისმინეთ ჩვენ ზვია ჩალამბერიძის საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი წევრის მხრიდან, როდესაც მთავარი კითხვა დავსვით მისი მისამართით, რომ ვისი პასუხისმგებლობა იქნება თუ კი ჩვენი ხალხი დაკარგავს ვიზა ლიბერალიზაციას. ზვია ჩალამბერიძე აცხადებს, რომ თუ კი ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე მიდგა საკითხი, ქართველი ხალხი ნამდვილად არ უნდა დაისაჯოს. მხარეს, რომელიც ასევე არანაკლებ მნიშვნელოვანია, აქ ჩვენ საკმაოდ გამართული ვართ და კარგი მაჩვენებლები გვაქვს ყველა მიმართულებით. როგორც კი პოლიტიკურ თემაზე დაიწყება საუბარი, რასაც მივესალმებით, ჩვენ საკმაოდ სერიოზული არგუმენტებით ვართ შეიარაღებული ვიზა ლიბერალიზაციის თემაც საერთოდ ასკარგავს თუ კი ქვეყანა მოისპო და განადგურდა. დღევანდელი ბრიუსელი არ გამოირჩევა რა პრაგმატული პოლიტიკით. დღეს ჩვენ ვისჯებით ბრიუსელისგან, იმიტომ რომ მათ პოლიტიკას არ გავყევით. რა პოლიტიკა იყო ეს? რომ სანქციები დაგვეწესებინა, ესე იგი რუსეთისთვის და ჩვენი ეკონომიკა ჩამოგვეშალა. მეორე გითხრეს, რომ ესე იგი მოხალისეები დატვირთულის უნდა გაგვეგზავნა რა მთავრობის ხელშეწყობით მეორე ფრონტი უნდა გაგვეხსნა და ამაზე უარი უთხარით. ჩვენ ვთქვით, რომ ჩვენ ეროვნულ ინტერესებს დავიცავთ. თუ ხელისუფლება არის პასუხისმგებელი, მაშინ ხალხი რატომ უნდა დაისაჯოს, ხო? ანუ ორი სხვადასხვა სფეროა რეალურად, ხო? ამ შემთხვევაში, რასაც ისინი განასხვავებენ, მაგრამ ჩვენ ვერ განვასხვავებთ, იმიტომ რომ დღევანდელ დღეს ხელისუფლება არის ჩვენი საზოგადოების უმრავლესობის არჩევანი და იმიტომ არის ქართული ოცნება დღევანდელ დღეს ხელისუფლებაში. ფიქრობ, რომ საბოლოოდ მივა იქამდე, რომ ვიზა ლიბერალიზაცია საქართველოს მოსახლეობისთვის არ იქნება შეჩერებული და ჩვენ რაღაცა უფრო პრაგმატულ დიალოგზე გადავალთ. ქართული ოცნების პოლიტიკის პირდაპირი შედეგი ასეთია ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მოსაზრებები ვიზა ლიბერალიზაციის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. ხელისუფლების ოპონენტები სერიოზულ საფრთხეს ხედავენ იმ ნაწილში, რომ შესაძლოა ჩვენმა ქვეყანამ უვიზო მიმოსვლა ევროკავშირთან დაკარგოს. სწორედ აქედან გამომდინარე, ახლა ოპოზიციონერი პოლიტიკოსები სრულ პასუხისმგებლობას სწორედ ქართულ ოცნებას აკისრებენ და ამბობენ, რომ ამ შემთხვევაში ნებისმიერ ნეგატიურ გადაწყვეტილებაზე სწორედ ქართული ოცნება იქნება პასუხისმგებელი. კარგად ჩანს ივანიშვილის დამოკიდებულება ქართველი ხალხის მიმართ და მისი წარმომადგენლების ტექნიკურ საკითხად არის მონათლული ის უმნიშვნელოვანესი სარგებელი, რაც აქვს საქართველოს მოქალაქეებს ჯანდაცვის კუთხით, განათლების კუთხით, მხოლოდ ტექნიკური და ბიუროკრატიული საკითხი არის უვიზო მიმოსვლა ჩვენი ქვეყნისთვის. ეს სხვას არაფერს არ წარმოადგენს. აი ეს ტყუილი, ეს მართლა რო შეურაცხყოფა არის საქართველოს მოქალაქეებს ეს განცხადებები. ოცნება აკეთებს ყველაფერს, რომ დაიკარგოს ყველანაირად, იმიტომ რომ ეს არის კანონების მიღება იქნება, ადამიანის უფლებების დარღვევა, საბოტაჟს ახდენენ სინამდვილეში, რომ ევროპული ინტეგრაციის გზაზე ნებისმიერი სარგებელი აღარ ხონდეს. ევროპას კი არ ვჭირდებით ჩვენ ვჭირდება ევროპა უვიზა მიმოსვლის თვალსაზრისით და ჩვენ თუ არ ვასრულებთ რეკომენდაციებს, რატომ უნდა კონდეს ევროპას იმის დარდი, საქართველოს მოქალაქე მარტივად ჩავა ევროპის ტერიტორიაზე თუ რთულად. ჩვენ უნდა კონდეს ამის დარდი და ყველაფერს უნდა ვაკეთებდეთ, რომ ეს არ დავკარგოთ. მე სულ იმედი მაქვს მოუქნელი ევროპული ბიუროკრატიის, რომელიც ნელა მუშაობს და ვერ მოასწრებს შეწყვეტას ჩვენთვის უვიზო რეჟიმის, ვიდრე ეს იმიტომ რომ ეს ხელისუფლება გადავალდება. ვიზა ლიბერალიზაციის საკითხი მიეცა ჩვენს ხალხს სწორედ იმ ბრძოლისთვის, იმ გადადგმული ნაბიჯებისთვის,
და იმ ზაობისთვის, რომელსაც მუდმივად ჩვენი ხალხი ადასტურებს ევროკავშირთან მიმართებაში. ჩვენ ვართ ღირსები, ჩვენი ხალხი არის ღირსი იმისთვის, რომ იყოს ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი და კიდევ ერთხელ განმეორდები და ვიტყვი იმას, რომ ხალხი, რომელიც მუდმივად აცხადებს მზაობას ამ ყველაფერზე, არ უნდა ისჯებოდეს მთავრობის ანტიქართული და ანტიევროპული პოლიტიკის გამო. ეს გახლავთ პოლიტიკური შეფასებები ვიზა ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით და რაც შეეხება მთავარ კითხვას, შესაძლოა თუ არა, რომ ნამდვილად დაკარგოს ქართველმა ხალხმა ისტორიული მონაპოვარი უვიზო მიმოსვლა ევროკავშირთან. ამ კითხვაზე ბუნებრივია კონკრეტული პასუხი არ არსებობს, თუმცა ბრიუსელში სავარაუდო დამწუთებში მიმდინარეობს შეხვედრა და შეხვედრის დასრულების შემდეგ საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება ის გზავნილები, რომელიც საქართველოს მისამართით ევროკომისიას ექნება. მადლობა მაგდა და ამავე თემაზე გავაგრძელებთ საუბარს. საინტერესოა რა ეტაპებს მოიცავს უვიზო მიმოსვლის შესაძლო შეჩერების პროცესი. საკითხი გახლავთ. პირველ რიგში უნდა ვუთხრათ მაყურებელს, რომ 27 ქვეყნიდან, ევროკავშირის წევრი 27 ქვეყნიდან 15 ქვეყნის თანხმობაა საჭირო იმისთვის, რომ ჩვენს ქვეყანას ვიზა ლიბერალიზაცია გაუქმდეს, თუმცა აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ოფიციალური სამართლებრივი აქტი უნდა გამოსცეს ევროკომისიამ, რის შემდეგაც იწყება დროის ათვლა, შეიძლება ასე ითქვას. უშუალოდ ამ სამართლებრივ აქტში ჩაწერილი თარიღიდან პირველი ეტაპი გახლავთ 9 თვე, რომელიც შესაძლოა გახანგრძლივდეს კიდევ დამატებით 24 თვით და სწორედ ამ პერიოდში გახანგრძლივდება მოლაპარაკებები ევროკომისიასა და ხელისუფლებას შორის და თუკი კონკრეტული შეთანხმებები ვერ იქნა მიღწეული, ამის შემდგომ დაკარგავს ოფიციალურად ქვეყანა უვიზო მიმოსვლას ევროკავშირთან. ბუნებრივია, იმედია ეს არ მოხდება ამ შემთხვევაში და ყოველ შემთხვევაში ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს და მათ შორის ქართული ოცნების წარმომადგენლებს აქვთ ის მოლოდინი, რომ ევროკომისია არ მიიღებს ამ გადაწყვეტილებას და ჩვენი ქვეყანა არ დაკარგავს უვიზო მიმოსვლას ევროკავშირთან.